სამებით ძვირფასო სვენელებო ჩემო მეგობრებო. ახლა მე თქვენ მინდა შემოგთავაზოთ საშა სტოუნის შოუ, სადაც აი ამ ვიდეოში ის ართმევს ინტერვიუს სამ სტუმარს და ერთ-ერთი სტუმარი არის რიკ ლევინი. ახლა განახეთ აი ეს პიროვნება, ეს არის საშა სტოუნი, ეს არის ლევინი. სტუმარი მისი, ერთ-ერთი სტუმარი რიკ ლევინი. აგრეთვე ერთ-ერთი სტუმარი არის ლორა ეზენჰაუერი, პრეზიდენტ ეზენჰაუერის შვილიშვილი. და კიდევ ერთი მამაკაცი სტუმარი ჯორჯ ხალიუისი. თემა ეხება დედამიწის პლანეტარულ ბადეს. პლანეტარული ბადე თვითონ აღდგებაო და თან ანგრესო ხელოვნურ სისტემებს. და საშა სტოუნი ამბობს, რომ საწყისისთვისო მე მინდა ვთქვაო, რომ ჩვენ დგავართო არაჩვეულებრივი ზეცის ქვეშ. უდიდესი პლანეტები ეწყობიან კონფიგურაციაში, რომლესაც ჩვენ ვერ ხედავთო ხშირად და ყველას ერთადაც ვერ ხედავთო. ურანი გადავიდაო ტყუპების ნიშანში. პლუტონი მოკალათდაო მერწყულში. ნეპტუნი გარედან, იუპიტერი მიისწრაფის ლვის ნიშნის ტერიტორიაზე და მთვარის კვანძები კი გადაადგილდა. ხელოვნი გადავიდა ვერძის ნიშანში. ეს არის დაჭრილი მკურნალი. მე ვარ მერწყული არა, წილეც. ვაცი ალბათ ქართულად, ხო? არა, ნიშანი. მაბადიე, წილეც არის კურო. და ხელოვნი გადავიდაო კუროს ნიშანში. ეს არის ის არისო დაჭრილი მკურნალი, მე კი ვარო კურო. მაგრამ დღესო მე არ მინდაო ასტროლოგიური პროგნოზები ვაკეთო. ჩვენ შეგვიძლიაო ყველამ დავხედოთო რუკას და ანალიზება გავაკეთოთო ასპექტებს. მე კი უფრო მაინტერესებსო ის თუ რა ხდებაო ჩვენ ქვეშ. რა ხდებაო, როდესაც ეს უდიდესი არქეტიპიური ძალები იწყებენო ურთიერთ კონტაქტს ერთმანეთთან და რა ისტორიული ციკლები ბრუნდებაო. რა ხდებაო სინამდვილეში ახალი. ეს არაჩვეულებრივი ზეციური ქორეოგრაფია ჩვენ მოგვიყვებაო მასშტაბო ტრანსფორმაციაზეო, რომელიც ახლა ხდებაო კაცობრიობის ისტორიაში სინამდვილეში. იმისის რომ ჩვენ გახსნათო ეს საიდუმლო, მე მოვიწიო ეს სამი უდიდესი ადამიანი. და პირველი სიტყვა ეძლება რიკის. რიკი პასუხობს, მე უბრალოდ მინდა ვთქვაო, რომ ამდაგვარი კონფიგურაცია, როგორც ჩვენთვის ცნობილიაო, არასდროს არ ყოფილაო სრულ აბიუმში, როგორც ახლაო. ასტროლოგია საერთოდ დაფუძნებულია განმეორებადი ციკლების იდეაზე.
ჩვენ კი გვაქვს რამდენიმე განმეორებადი ციკლები, რომლებიც, როგორც ჩვენთვისაც ცნობილი, არასდროს არ ხდებოდნენ ერთდროულად. ზოგი ამ ციკლებიდან კარგად არის შესწავლილი. ზოგი კი შეუძლებელია შეისწავლო, რადგან მათი თვალის დევნა ძალიან რთულია და ისინი აღიმართებიან გადამტეხ მომენტამდე, რომელიც მოხდა მიახლოებით 53 წელს. ესე იგი 361 წელი ჩვენ ერამდე. როდესაც ვერძის ნულოვან წერტილში მოხდა ბოლო შეერთება სატურნის და ნეპტუნის და ეს იყო მხოლოდ საწყისი. ჩვენ ახლა განვისდით კრიტიკულ მომენტს და იმ ზღრუბლის კარების გაღებას, რომელსაც კაცობრიობა ჯერ არ იცნობდა. ამდაგვარი რაღაცა ჯერ არ ყოფილა. მადლობას უხდის წამყვანი და სიტყვად გადასცემს ლორა ეზენჰაუს. ლორა აგრძელებს, დიახო, ეს კონფიგურაციები სინამდვილეში არის ძალიან დაძაბულები. ეს დაძაბულები, ხო მართლა სწორად თქვი მე. გარე პლანეტები და იუპიტერი იმყოფებიან პლუტონთან ოპოზიციაში. მე გძნობ, რომ ეს მასშტაბური ტრანსფორმაცია და მასთან ერთად ზედაპირზე გამოდის ძალიან ბევრი რამ. ბევრისთვის ეს არის ჭირის დრო, დამცრების დრო და სინანულის დრო. თავდაბლობა, რომელიც ძალიან მჟღავდება აგრესიულად, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს სხვა არჩევანი, სხვა თუ არა რომ არ განვითარდეთ სულიერად. არ არის სხვა არჩევანი იმის გარდა, რომ უნდა გამოვიღვიძოთ. და ამასთან ერთად მე მგონია, რომ მოდის პასუხისგებლობა ჩვენი ხელოვნების წინაშე, ჩვენი ძალის წინაშე, ჩვენი თვალსაზრისის წინაშე. სისტემები, რომლებიც ჩვენ გვაძლევენ საშუალებას ასე ვთქვათ, გადაფასება გავაკეთოთ ახალ დონეზე, მოგვიყვანს ჩვენ ახალ განსახიერებულ არსებობის წესთან, რომლის დროს ეგო არ არის გამოყოფილი ძალიან სხვა რაღაცისაგან, დანარჩენისაგან უფრო სწორად. ხირუნთან და კუროსთან საუბარი მიდის თვით დაფასებაზე, თვით პატივისცემაზე და ბარაქის თვით შეფასებაზე და იმაზე, ესე იგი, აწონის მომენტისკენ, თუ როდესაც ჩვენ უნდა შევაფასოთ, როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი დამოუკიდებლობის ხარისხის მხრიდან. გარე პლანეტები ამ ოპოზიციაში, რომელსაც უწოდებენ კალათის კონფიგურაციას და ხვდება ძალიან იშვიათად, როგორც მე მეჩვენება, ეს იძლევა საშუალებას კოსმოსურ და ბუნებრივ კანონებს გამოვლიდნენ ნამდვილად ამ პლანეტაზე. და ეს შეეხება არამხოლოდ მათ, ვინც პასუხისგებლობას გადადებს ხოლმე იღბავს. მე გძნობ, რომ მთელი ნეგატიური რეაქცია
სატანურ რიტუალურ ძალადობებზე და სხვადასხვა ცდილობებზე გააკონტროლონ მოსახლეობა და მანიპულირება გაუკეთონ მათ, შეუბრუნდებათ მათვე ამ სატანისტებს და მათ მოუწევთ შეჯახება 10 მაგ შედეგებთან. ამასეთ ადამიანები, როგორც ის, რომლებიც თამაშობდნენ ამ ბნელ როლს და იმედი ჰქონდათ იმაზე, რომ ახალი სამყარო გახდება რეალობა, ახლა კრახს განიცდიან და ჩვენ გველოდება ძალიან სერიოზული გაზრდა ლომის ენერგიების დახმარებით. გარეთ არის ჩვენ გარშემო არის ძალიან ბევრი პოზიტივი, მაგრამ მეგრძნობ და ვფიქრობ, რომ ჩვენ ადამიანები, რომლებიც ხედავენ იმას, რისი ხედვა ვერ შეძლეს, რისი ნახვა ვერ შეძლეს ბოლო 6 წლის განმავლობაში, ახლა გადიან ამას და იმედი არის, რომ ჩვენ შევძლებთ ბევრი სიყვარულის და თანაბრძნობის გამოვლენას. მადლობა ჯორჯი. მადლობა და ჯორჯი, შენ რა სიტყვი? ახლა გაჩვენეთ მე თქვენ ჯორჯის ეს არის ზევით კაცი ჯორჯი, ზედა ესა ჯორჯი და ეს არის ლორა ეზენჰაუერი, პრეზიდენტ ეზენჰაუერის შვილიშვილი, ერთ-ერთი შვილიშვილი. ეს არის რიკი, ზედა წერებიანი, ეს გაჩვენეთ მე. და წამყვანი ეკითხება საშა სტონი, წამყვანი ეკითხება ჯორჯ, შენ რა სიტყვიო? იმ ახალგაზრდა მამაკაც. მე ვადასტურებ, რომ ლომის ენერგია სწორიაო. ლორა, იმიტომ რომ ის ძალიან ძლიერიაო დამოუკიდებლობის პლანში. დამოუკიდებლობის თვალსაზრისით. ჩემთვის იუპიტერი და მზე ეს არის ორმაგი დარტყმაო, იმიტომ რომ მზე მართავსო ლომს და იუპიტერი აძლიერებსო ამ ზემოქმედებას. მე არ ვფიქრობ, რომ ადამიანებს ოდესღაც ჭირდათ ამდაგვარი რამ. ეს არ არის კოლექტიური მეხსიერებაში და ხო, არა, კოლექტიურ მეხსიერებაში ეს არ არისო წარმოდგენილი ამდაგვარ თავისუფლებითო და ეს არისო ძველი პარადიგმა. ეს ძველი სტრუქტურები ინგრევაო. სინამდვილეში რაზე საუბრობდაო რიგი, როდესაც სატურნი და ნეპტუნი შევიდნენ ვერძის ნულოვან წერტილში. ეს არის ძალიან მასშტაბური მოვლენაო, რომელსაც წინ უძღვნისო სატანური სატურნიანური გავლენის დაცემა, იმიტომ რომ სატურნი ვერძში ძალიან უიმედოა, ნეპტუნი კი უბრალოდ მასო ანგრევსო, ასე რომ პირველად მთელი ისტორიის განმავლობაში ყველა გარე პლანეტები იმყოფებიან ამ ადრინდელ ნიშნებში. თავიდან საწყისიდან ეს იყო 4 გრადუსი და დარჩებიან ამ დონეზე კიდევ რამდენიმე თვე. რეტროგრადული ციკლის გამო ეს გაგრძელდება 2027 წლის ბოლომდე. ნახოთო. და უდიდესი ხარდაჭერითი ენერგიაო ადამიანებისთვისო, ინდივიდუალურ და კოლექტიურ დონეზე, რომელიც დაეხმარება მათ ნამდვილად გახსნან თავიანთი შიდა ხელოვნების პოტენციალი და ეს გახდება კოლექტიური განახლება.
ამდაგვარად პლანეტა გადადის დაბალი სიმჭიდროვის მდგომარეობიდან რაღაც უპრეცედენტო კოლექტიური მეხსიერებისთვის რაღაცაში რადგან ჩვენ გვაქვს ამნეზია. მე გულისხმობ, რომ ჩვენ გამოვდივართო ყინულოვანი კედლის უბრალოდ მე მაქვსო გულისხმობ იმას, რომ ჩვენ გავდივართო ყინულოვანი კედლის მიღმა რა არის ხაზარია, რომელზეც თქვენ ამბობდითო და ტარტარია. მე ახალ რამდენიმე კვირა გავატარე უნგრეთში და ვსწავლობდიო ბუდაპეშტის ძველ ძეგლებს. ეს ყველაფერი მალე იხსნებაო. ჩვენ სინამდვილეში ხსნითო ყველაფერს ელვურის სისწრაფით და ჩვენ უნდა ვიცოდეთო, რომ ჩვენ ეს გვეხმარებაო. ეს არ არის საშიში. ამ ჯერზე კოსმოლოგია ჩვენთვის ძალიან ნათელიაო. ამ ეგრეთ წოდებულ კალათაში ჩვენ გვაქვს სიწმინდე და სექსტილები. ჩვენ არა გვყავს ოპოზიციები კვადრატებისა, როგორც მეორე სამამულო, არა, როგორც მეორე მსოფლიო და სამოქალაქო ომების დროს, სადაც იბრძოდნენ დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის, ახლა კაცობრიობას აქვს პერიოდი მასიური წარმატებისა და წამყვანი საშა სტონი აგზელებს და მიმართავს რიგს. როგორც ჩვენ ვიცითო, ფარული სტრუქტურა წინამდებარე ზეცისაო, ჩვენ მე ხა მიმართავ რიგი ბევრი ყურადღება ბევრი ყურადღებას იზიდავსო ტრინები და სექსტილები, რომლებიც აერთიანებენ გარე პლანეტებს. რა არის ეს ტრინები და სექსტილები, არ ვიცი. და ასეც ახსენა ახლა ჯორჯმა. რიგის მუშაობა სმიდ პოინტერთან უჩვენებს, რომ ამ გეომეტრიაში დაფარულია უფრო მეტი ვიდრე ვენერას მარსის კვადრატი, რომელიც ჩაქსოვილია ახალი მთვარის სტრუქტურაში, რომელიც მოხდა, ესე იგი 29 ივლისს და როგორც აღწერეს ის, როგორც სახაერო გველი ტორის სახით. და თუ განვიხილავთო ამ მომენტში ამ დროინდელ სიტუაციასო ცა წარმოადგენს როგორც ერთიან მთლიანობას და არა ცალკე ასფალტების კრებულს, რაც ხდება ნაღდი და რაც არ ყოფნის ბევრ ტრადიციულ ასტროლოგიურ ინტერპრეტაციებს. ჩვენთვის ხდებაო ნაღდი, რომ თქვენ კარგად მოიზადეთო. მე ვიდაო დავამატო, იმიტომ რომ ლორამ ახსენაო ხერონი. თქვენ კი მას უწოდეთო დაჭრილი მკურნალი. რაღაც აზრში მასე არისო, მაგრამ ის აგრეთვე იყო პირველი მასწავლებელი. ჩვენ ამას ვივიწყებთო. ხერონე ასწავლიდაო ექიმობის ხელოვნებას. ხერონე ასწავლიდაო გერაკლს საბრძოლო ხელოვნებას. და ჩვენ რომ გამოვდივართ იმ სამყაროდან, სადაც არის აღიარებული ჭრილობა და შემდეგ მას რაღაცას უკეთებენო. ჩვენ ვეხმარებითო სხვებს არ დაიტანჯონო იგივე სერიოზული ჭრილობებისაგანო, რომლესაც ჩვენ ვატარებთო ჩვენი ცხოვრების გზაზე. ესე იგი, თუ დაუბრუნდებითო ასტროლოგიურ მეტაფორას, მე ფიქრობ, რომ ფაუჩის გამოსვლა კონგრესში, როდესაც ხერონი ამ ეტაპზე გადავიდა კუროს ნიშანში, ეს უჩვენებს, რომ კურო დაკავშირებულია არსებით ბაზობრივ შეგრძნებად ნივთებთან
რომლების იგნორირება არ შეიძლება. საშა, ჩვენ ვიცით, რომ შენ ხარ კურო, მაგრამ ბოლო 6-7 წლის განმავლობაში, როდესაც ხერონი იყო გარეთ, ჩვენ ვიმყოფებოდით ამ მოვლენების ზღურთან, მაპატიეთ. ამ მოვლენების ზღურთან. მე ვამბობ, რომ ჩვენ გვაქვს, ესე იგი, ჩვენ გულისხმობთ ყველა დანარჩენებს, რადგან მე ვიცი, რომ ჩვენ 4-ვე დაკავებული ვართ ამით 10 წლის განმავლობაში და მეტიც, ხომ? ახლა კი, როდესაც ხერონი კუროშია, ჩვენ არ შეგვიძლია ამის იგნორირება. ახლა ის არის ზღურზე. შემდეგ წელს ის ისევ გადავა ვერცხლში, შემდეგ დაბრუნდება კუროში. ჩვენ გვაქვს ყველა ეს ჯადოსნური ტრინები და სექსტილები. და ყველაზე უბრალო ტრინი ურანის და პლუტონის შორის. ბოლო ჯერ ეს იყო 1921 წელს და ძალიან მნიშვნელოვანიაო იმის გაგება, რომ ეს იყო სიღრმისეული ფსიქოლოგიის აყვავება. იმავე წელს ნილს ბორმა დააფუძნა თეორიული ფიზიკის ინსტიტუტი და ამის დამსახურება, რომ ჩვენ მივედით იმის გაგებამდე, რომ სამყარო შედგება არა მხოლოდ 4 მყარი ნაწილაკებისაგან. იცით, ის იყო ვიბრირებადი და მე ვფიქრობ, რომ ცვლილებები, რომლის ზღურზე ჩვენ ახლა ვიმყოფებით, უფრო მასშტაბურია, ვიდრე წინა ცვლილებები. კიდევ ჩვენ ვუყურებთ სატურნი და ნეპტუნის შეერთებას და მე მახსენდება, რომ ეს მოხდა 20 თებერვალს იმ დღეს, როდესაც მე წარმოვადგინე ჩემი მთავარი დაკლადი გამოფენაზე Conscious Life Expo. მაგრამ ხალხს ავიწყდებათ, რომ ახლა ჩვენ გვაქვს ეგრეთ წოდებული კალათა. ეს 4 პლანეტა, 4 გარე წყნარად მოძრავი პლანეტები ჯადოსნურ ხარდაჭერით კონფიგურაციაში, მაგრამ ადამიანებს ავიწყდებათო, რომ სატურნი და ნეპტუნის გაერთიანება მოხდა კიდევ თებერვალში და ამის შედეგები გამოვლინდებოდეს იქნება წლების განმავლობაში. ბოლო ჯერ ეს მოხდა 1953 წელს. და მხოლოდ ახლა ვაკვირდებით ჩვენ თვალს ვადევნებთ იმავე ასპექტის დაბრუნებას. საზოგადოებრივი აღიარება და გამოძიება მკალტრას პროგრამებისა, რომელიც ტარდებოდა 1953 წელს 3-2 ციკლი სატურნი ნეპტუნის უკან და ჩვენ ხედავთ, რომ ილუზიები ოცნებებზე რეალურად კვდება. ჩვენ გვიწევს ისევ შეცვალოთ ის ხილვებით, შემდეგ ძალისხმევით იმუშაოთ და გამოვიყენოთ სატურნიანული ნაწილი ამ ციკლისა, იმისთვის რომ განასახიეროთ ეს ხილვა ცხოვრებაში. არ ვიცი, უპასუხე მე თუ არა თქვენ კითხვას, მე არ მინდა თქვენ წაგართვათ დრო, მაგრამ მე ვფიქრობ და ეს იდეალურია. თქვენ ამბობთ, საშა, რომ ამ ციკლში ვატიკანმა ამ ციკლში ორჯერ აღიარა ტრამპლიერები კანონის მიღმა, აგრეთვე იყო ისტორია მასონებთან და ვატიკანთან დაკავშირებით. ეს ისტორია ითვლის ასობით და ასობით წლებს და წარმოადგენს თავის მხრივ განმეორება ციკლს, რომელშიც სატურნი ცდილობს გააკონტროლოს ოცნება, რეალობა ან შეიძლება პირიქით. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მოვედით იმის გაგებამდე, რომ ოცნება არის იგივე რეალობა და ილუზია, თამაშის ილუზია ან მაია, რადგან სიტყვა მაია ნიშნავს ილუზიას, როგორც მას უწოდებენ ინდუისტები, ანუ ილუზიას ჩვენ უწოდებთ ილუზიას, მაგრამ ინდუისტები ილუზიას უწოდებენ მაიას და როგორც უწოდებენ მას ინდუისტები, ეს ილუზია ჩვენ გვიშლის ვუყუროთ ნივთებს ისე თებად, როგორებიც ისინი არიან და შენ იღებ ოქროს ვარსკვლავს, ლაზარის ოქროს ვარსკვლავს, იმის გამო, რომ შენ პირველმა წარმოთქმის სიტყვას კლებზე თვალიც კი არ დაგიხალხებებიაო ისე და ეს იყო ძალიან მაგარი და საერთოდ მე ჟურიში ასეთი გენიოსები, როგორც რთული, ჩახლართული ან გაუგებარი ბერძნული ტერმინი, შენ შეიძლება წარმოთქვა თვალის დაუხალხამების
გარეშე თვალის დახალხანების გარეშე რიკლევინი OS უბრალოდ ფლასი ნასტა ნიჰილის ოპიფიკაცია ბოლო წარმოვიდგინეთ ხმა ლორას თქვენ ინტერპრეტაციას უკეთებთო იუპიტერის და პლუტონის ოპოზიციას მისი მდგომარეობა ამ უფრო მსხვილ კონფიგურაციაში მე მინდა ვთქვა ხო ლორა პასუხობს ლორა რომ მისი მდგომარეობა არის ამ უფრო მსხვილ კონფიგურაციაშიო მე მინდა ვთქვა რომ ეს უბრალოდ არისო ძლიერი ტრანსფორმაცია ერთმანეთის წინააღმდეგ ჩვენ როდესაც ვუყურებთ ამ ტრანსფორმაციას მე ყოველთვის მიმყავს ეს პროცესი ელემენტარიებთან ჩვენ ვართ ელემენტალური არსებები ჩვენი დნმ-ის ნუკლეინის ჟავები ეს არის ელემენტები პლანეტარული ქსელი თვით ბუნება ან ელემენტარიები ჩვენ გარშემო მიწა ხაერი ცეცხლი წყალი ეფირი იყო გამოსწორებული მისი ამ ეფირის ბრუნვა მოყვანილია ნორმაში აი ამაში შედგებოდა აღმავლობის აზრი ზუსტ ხო აღდგენა ენერგეტიკული ნაკადისა და ცირკულაცია განახლებისთვის და იმის ჩასათავად გასააქტიურებლად რაც იმყოფება მდინარე მდგომარეობაში და როგორც თქვა რიკმა ნეპტუნთან ერთად ჩვენ შევდივართ ხელოვნების წარმოსახვაში მე მგონია რომ პლუტონი იუპიტერი ლომი პლუტონი მერწყული ყველანი ჩვენ გავდივართ სერიოზულ წმინდას ჩვენი ხელოვნების არხებისა რამ გაჭედა ჩვენი ხელოვნების არხები რისთვის ვქნით ჩვენ რეალობას რომელიც ჩვენ არ მოგწონს რისთვის თახვდებით ამის გამო ეს ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენი შედეგებისაგან და იმისაგან რაც ხდება ჩვენ გარეთ და იმისგან რა ინტერპრეტაციას ვუკეთებთ ჩვენ თავს და ჩვენ მომავალს ხდებით თუ არა ჩვენ უფრო დამოკიდებლები და ხელოვნების ადამიანები ან მიხლართებით და ხდებით ნაკლებად დამოკიდებლები გვერევა გზა და ხდებით ნაკლებად დამოკიდებლები რადგან ზოდიაქო და ჩვენი რუკები რომლითაც ჩვენ დავიბადეთო ბავშვობიდან გამოიყენებოდაო როგორც იარაღი და ჩვენ პროგრამირებას გვიკეთებდნენო შთაგონებას გვიკეთებდნენო საზოგადოების ყველა ეს წარმომადგენლები ჩვენო გვისახელებდნენო თავიანთ იდეებს იმ ხარისხამდე რომ ჩვენი არხები ჩვენი ხელოვნების არხები აღმოჩნდა გადატვირთულები პროგრამებით და რომ ამ პროგრამას უკეთებ ჩვენ ტრანსლაციას გარემოში და ბოლო ჯამში ჩდებით ხელოვნურ ტრაექტორიაზე ეს კონფიგურაცია ანგრევს ამ ტრაექტორიას და რაც მეტი ადამიანი იღვიძებს ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ პლანეტარული ბადე თვითონ დგება თვითონ აღიდგენს თავის თავს ოღონდ ეს იმ დროს ხდება თუ ადამიანები იღვიძებენ და ხელოვნური სისტემები ამდაგვარი როგორც გეოინჟინერია ელექტრომაგნიტური ბადეები და ინვერტირებული ხაზები იწყებენ დაგრევას და ბადე იწყებს თვით აღდგენას ამიტომ მე ვთვლი რომ ეს კონფიგურაცია არის იდეალური ვარიანტი და ეს აერთიანებს ყველაფერს საჭიროს იმისთვის რომ გაიწმინდოს ჩვენი არხები მთელი ამ სიმდიდრისაგან
ჰირონი იმიტომ მოგწონს მე რომ ეს არის ესე იგი გადასვლა ამ ჭრილობების ნიშნულობის გადატანა სიბრძნეში და შენი საკუთარი თავის წარდგენა როგორც შუამავალი. მე მგონია რომ ყველა ეს კონფიგურაციები აიძულებსო ხალხს რომ მაგათმა მაგალითი მისცენო სხვებს და გახსნენო სიმართლის მეომრები და გააცნობიერონო რომ ეს არის მთავარი და ჩვენ გადავლახავთო ყველაფერს და ეს დგება კურთხევად მთელი კაცობრიობისთვის. აი მას ხედავ მე ამ კონფიგურაციაში და წინააღმდეგ წასვლა იმ ტეტილებთან რომლებიც აღნიშნულია ბუკვალურად გადასახას ტრანსმუტაციას უკეთებს და გადააქცევს ოქროში ყველაფერს და შექმნის ყველა პირობებს იმისთვის რომ ძველი სამყარო ძველმა სამყარომ კრახი განიცადოს. მასთან ერთად ან აღდგება რაღაც ახალი ან ყველაფერი წავობს სკელზე და ფაუჩი და ყველა დანარჩენები წავლიან მათთან ერთად. წამყვანმა უპასუხა ხო ეს მასე არისო და მაკრო დონეზე ეს ხდება გეშტალტი, არქიტექტურული, სტიქიური ძალები, ეს ეშმაკების შუამავლები, დემიურგები, ფაუჩები, გეცები, ფილოსები და ყველა პერსონაჟები, რომლითაც ჩვენ ვხედავთ. ვატიკანი, კორონა. რა ხდება ახლა ინგლისურ მონარქიაში? მე გულისხმობ რომ იმას რომ ესაც კლასიკა ეს არის დემონტაჟი, სრული ავტონომიური დემონტაჟი, კოლექტორობის კურსი. ჩვენ უნდა და რიკი ამბობს რომ მე ფიქრობ ინგლისური ენა როგორც ივრიდიო ერთ-ერთი ენაო რომელიც გამოდგებაო შესაძლოთათო დასაწყებლათო ჩვენო ვავლენთო სიტყვების ნამდვილ ბუნებას და ვხედავთო თუ როგორ მოქმედებსო სიტყვები ადამიანებზე ჩვენ შეგნებულად უნდა მივუდგეთო სიტყვებს რადგან სიტყვები ხო ჩვენ ფრთხილად უნდა მივუდგეთო იმას თუ როგორ ხმარავთო სიტყვებს და მე ფიქრობ რომ ჩვენ შეგვიძლია სატურნული კონტროლისგან თავი დავახტიოთო ათროლოგიაშიც კიო და როგორც რიკმა თქვაო ანუნაკები ეს არისო ვინ ამბობს იქ არ ჩანს ვინ ამბობს კაი აღნიშნულობა რომ ანუნაკები არისო ბადე ჩვენზე კონტროლისა და როცა ჩვენ გამო შევიგნებთო იმ ამას რაც იყო დღეს შეუცნობელი დღემდე რაც იყო შეუცნობელი ჩვენ მივატოვებთ ამაზე თქმას რომ ეს არის ჩვენი ბედი როგორც ამბობდა იუნი მე ფიქრობ რომ ამ მოძრაობის ნაწილი ახალი მიწისკენ შედგება ესე იგი ერთი მაგვარი ჯგუფური აზროვნებაზე ვარის თქმა ეს წამყვანი აღმოჩნდა რომ წამყვანი ყვება და წამყვანი აგრძელებს და ამბობს რომ სატურნთან საინტერესოა რადგან სატურნი გადავიდაო ნიშანში როდესაც სატურნი გადავიდაო ნიშანში სხვა ნიშანში ბრიტანული მთავრობა უეცრად განაცხადაო რომ აპირებსო სინათლის ასე ვთქვათ
დაწევას სინათლის რაჭოს დღეს ამას ცოტა დავნილებას ვერძი გარედანა როგორც ჩვენ ვიცით მზე არის გარედან სატურნი არის მართვადი პლანეტა ბრიტანული იმპერიისა აქტაბუნიის 1800 პირველი წლისა და ის ახლა იმყოფება თხის რქაში მე ვთვლი რომ ის არის სიმბოლური ამბობს წამყვანი ჩვენ უნდა ვიყოთო აქტიური მონაწილეები საბოლოოდ კოსმოსური ქარები ჩვენ გვიბერავენ ზურგში და იხუძებს საკმარისი რაოდენობა დაინებისა იმისთვის რომ ჩვენ შეძლოთ მოდუნება და ცვლილებები გადაუვალია და სხვაობა მხოლოდ იმაშია რომ ჩვენ ვხდებით აქტიური თანა შემოქმედებები ხო ახლა წამყვანი ეუბნება კითხვას უსვამს ჯორჯს და ლორა ეიზენჰაუერს და მე მინდა გავიგო ოღონდ ერთმანეთი ერთმანეთს არ შეაწყვეტინოთ საუბარი მინდა გამიგო ის რაც თქვენ თქვით ახლა სატურნზე ძალიან მნიშვნელოვანია როგორც კავშირი სატურნ და ნეპტუნს შორის მე ფიქრობ რომ ეს არისო ძირი შემადგენელი მთელი იმისა რაც ახლა ხდებაო იცით რა მოდით ახლა ასე გავაკეთოთ მე არ დავიწყებ იმას მიცა სიტყვა ამას მიცა სიტყვა ამას ხავს სამი სტუმარი და დრო კიდე ადგილსაც დაიკავეს მე პირდაპირ თემას გავუყვები თავარია მნიშვნელობა თემის კოსმოსური მოძრაობები არის კოსმოსური და ბუნებრივი მაგრამ ჩვენი ინტერპრეტაცია და მათი არასწორი გამოყენება არასწორია ჩვენ უნდა გვახსოვდეს რომ ასტროლოგია ეს არის შედეგი პატრიარხატისა რომაული ადაპტაციის შედეგი იმისა რაც იყო ბერძნულ რომაულ პერიოდში ამიტომ უნდა იყოთ ფრთხილად და არ უნდა მოხდეთ სიტყვების გავლენის ქვეშ რომელსაც იყენებენ ასტროლოგები იმიტომ რომ თვითენა ეს არის ნაწილი იმისა რაც ნასიცხებია ჩვენგან და ეს ძალიან არის მის სულში რითაც ჩვენ ვართ დაკავებული ლაზარესთან ერთად ვინ არის ლაზარე არ ვიცი ჩვენ რო ვიყო დაცემულები ჩვენ ვიყო დაცემული ცივილიზაცია ამ ასრში ან სახეობა ყველაფერს პროგრამაში სინტაქსისში ენაში ამაზე შეიძლება საუბარი მთელი საათი ჯორჯი ეკითხება ის ჯორჯ პლუტონი და იუპიტერი ვინ არის პატრონის სახლში ვინ არის პატრონის სახლში ხო აქ თუ და ისე არ უართ საუბრობენ ესენი ასტროლოგია როგორც თქვა რიკმა ეს არის ანონაკები და მათი კონტროლის დადე ჩვენზევით შეცვალეს მაგრამ იყო მანამდე სატურნთან საინტერესო იმიტომაა რომ სატურნი გადავიდა ვერძის ნიშანში და ბრიტანულმა მთავრობამ უცებ გამოაცხადა რომ მეორდება სინათლის ცოტა განათების მოკლება უნდა აი მეორდება იუპიტერი მზესთან გაერთიანებული მოძრაობს ლომის იუპიტერი გაერთიანებული მზესთან მოძრაობს ამ ენერგიასთან ერთად ლომის ნიშანში და ასტროლოგიური თვალსაზრისით ეს მეტყველებს იმაზე რომ სიგნალე იფანტება. ლორა ამბობს რომ
ამზადებენ ექსპედიციას გადაკეტილი მქონდა და მაპატი თუ გამეორდები ხო არ ვიცი საგავთიში ის არ მახსოვს ლორა ამბობს რომ ამზადებენ ექსპედიციას უკვე სია შედგენილიაო და ესია 52 გვარისაგან შედგებაო და ამ ჯგუფში შედიან ყოველ საუკეთესო მეცნიერები მთელი სოფლის უნივერსიტეტებიდან და ლორა ამბობს მე ხა შევამოკლე ლორა ამბობს რომ პლუტონი ეს არის სიკვდილი აღდგენა ალქიმია ტრანსფორმაცია იუპიტერი კი აფართოებსო ყველაფერს რასაც ეხებაო იუპიტერი დაკავშირებულია მაღალ განათლებასთან მაპატიეთ უმაღლეს განათლებასთან მაღალ გონებასთან გაფართოებასთან ფილოსოფიასთან აზროვნებასთან მოგზაურობებთან და ყველაფერი მასთან რასაც ჩვენ ვამუშავებთ როგორც ინფორმაციას ჩვენ როდესაც ჩვენ ვამბობთ იმის შესახებ რომ ზოდიაქო იყო ჩაგდებული ხელში ან გადაბრუნებული ჩვენ გულისხმობთ იმას რომ იუპიტერი გახდა დოგმა და რაღაც კიდევ რაც იყო დაკავშირებული რელიგიასთან მე მინდა ვთქვათ რომ ჩემი აზრით იმ ასპეტების თვალსაზრისით რომლებიც ქმნიან ამ პლანეტებს ხდება განწმენდა მასშტაბური განწმენდა და როდესაც რაღაც იწმინდება იუპიტერი აფართოებს თავის ველს ამიტომ თუ რაღაც იცვლის რაღაც განისის ტრანსფორმაციას იუპიტერი აძლიერებს ამ ტრანსფორმაციას ყველაფერი რასაც ჩვენ ვეჭიდავებით იუპიტერი აძლიერებს იმისთვის რომ დაგეხმაროთ ჩვენ ამიტომ ჩვენ კვადრატულ ასპეტებში ის აფართოებს ყველაფერს რასაც ეხება ფაქტორის რესაც კი ფაქტორის სტრესის ფაქტორებსაც კი როგორც კი ხდება გარღვევა და როგორც კი სინამდვილეში ჩვენ ვერცხდებით მაღალ ოქტავიას იუპიტერის მაღალ ოქტავას ამას მოაქვს ბევრი პოზიტივი რადგან ახლანდელი გამოცხადება კარგია პოზიტიურათა ისე პოზიტივი მოდის ახლანდელი გამოცხადებიდან ეს არის სიმართლე სატურნი რომელიც განასახიერებს ხელისუფლებას კონტროლს შესუძლებს წესებს ვალდებულებებს ხედავთ რომ სისტემა უნდა შეექმნა დამოუკიდებლობა გადაბრუნებული სისტემისაგან რომელიც მუდმივად უკარნახოს ჩვენ წესებს შეზღუდვებს და ჩვენ მიჭყვას უნდა ვიაროთ რაღაც ხარისხში ეს საჭიროა საზოგადოების მაგრამ ახლა საქმე წავა სხვა რამესზე თვით კონტროლზე ახლა როდესაც საუბარი მიდის საზღვრებზე თქვენ თავზე მუშაობასთან იმისთვის რომ იმუშაოთ სტრუქტურის კანონებთან და განსაზღვროთ თუ რომელ წესებში და ვალდებულებებში გვინდა ჩვენ მონაწილეობა რადგან ჩვენ ყვავდებით ჩვენ შეხდება აყვავება რადგან ეს სტრუქტურა და ეს საცავი მრავალგანზომილებიანი საცავი რომლებშიც გაფართოებულია ცნობიერება შეუძლია ინტეგრაცია იმისთვის რომ განასახიეროს ის ფიზიკურ პლანზე და გააკეთოს სასარგებლო მომავალში მაგრამ თქვენ ამბობთ სულთა სიმართლეზე სწორ მოქმედებებზე და იმაზე რომ ყოველი ჩვენთაგან უნდა დააგდოს მასკა მიატოვოს თავის მოგატუნება და მიმართოს სულთა სიმართლეს სწორ მოქმედებებს საქმე იმაში კი არა რას ხედავ მე და როგორ გამოიყოფიან ხალხი და როგორ ქრებიან არა მხოლოდ საქმე იმაში კი არ შედგება რომ ისინი ატარებენ ტელეფონებზე
საპასუხო ზარების გაცემას არა, ისინი ატარებენ ურთიერთობას განსაცულ ხალხთან და ცხოვრობენ თავიანთი ცხოვრების და თავს არიდებენ თავიანთ ძველ კავშირებს. სხვათა შორის მეც ასე ვარ. მე ყველა ძველ კავშირთან გავწყვეტე კავშირი, იმიტომ რომ არ მინდა, მარტო მინდა ჩემი ცხოვრებით მინდა ვიცხოვრო. არ მინდა ვინმე ზედმეტად ჩემ ცხოვრებაზე ან იმოქმედოს, ან ზედმეტად შემატუხოს და ხომ ვიცი მე წინათ რა ხდებოდა, როგორ ხდებოდა და ყველა ამ კავშირებს ვარიდებ თავს, რომ ისევ იგივე არ გამეორდეს. არ მინდა ისევ ვინმე გამომიყენოს, ისევ ვინმე გამასულიეროს, ან ვინმე თავის ჭკუაზე მატაროს და თავისი გეგმებით მაცხოვროს და მე არ ვკითხოს არაფერი. ამას ესაუბარ. ხო, სატურნი ეს არის დაბრკოლება, რომელიც ჩვენ გვაძლევს ძალებს. ეს არის ის წონა, რომელსაც ჩვენ წერთ სავარჯიშო დარბაზში, რომ გახდეთ ძლიერები. სატურნი ეს არის სასიცოცხლო გამოცდები და ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ ვეჯახებით წინაღობეს, ჩვენ შეგვიძლიათ ამ წინაღობის გადალახვა და შემდეგ გადაფრენა ამ წინაღობაზე, ჩვენ ჩვენი თავის გაკონტროლებას ვსწავლობთ. და თუ ჩვენ ვაგრძელებთ თავის დარტყმას კედელზე, ვაგრძელებთ წესების მიხედვით თამაშს და ვაძლევთ უფლებას წინაღობებს მიგმართოს ჩვენ საჭირო მისთვის საჭირო გზაზე, მაშინ ჩვენი ფიზიკური სხეული იტანჯება. ჩვენ ვერდებით, მაგრამ ჩვენ არ ვარღვევთ მათ პროგრამას, რომელიც ჩადეს ანუნაკებმა. ჩვენ არ ვხედავთ რისკენ მიყავართ ამ ციკლს, ამ ამაღლების ციკლს და რას ნიშნავს ჩვენთვის სტრუქტურის კანონთან დაბრუნება, როგორც და ის რომელიც ჩვენ გვაჩვენებს სასწაულებს. ეს არისო ჩვენი შემოქმედების უსაზღვრო შემოქმედების მე და თუ ასე არის, იწყება დეგრადაცია, იწყება ტანჯვები და ამ ტანჯვებში ხდება გარღვევა, რაც მისცემს საშუალებას ამ გარღვევას მოხდეს და ისინი შეცვლიან მიმართულებას, გაივლიან ალქიმიურ ტრანსფორმაციას და იქნებიან ჩვენთან. წამყვანი ეკითხება რიკი, ახლა მე გავიგიო რომ თქვიო, რომ ჩვენ თუ არ მივიღეთ კოსმოსური დაპატიშება ახლა, ჩვენ წავაგებთ. რიკი პასუხობს, დიახო, ეს არის ყოველი ადამიანის პირადი პასუხისგებლობა. და საუკეთესო მეტაფორა, რომელიც მე ჯერ მოვიფიქრე იუპიტერის და პლუტონის გასაგებად, ასეთია. მე ბევრი ყვინთე ვალანგებთან და ყვინთავდი 33 მეტრამდე, სადაც ყველაფერი სხვაგვარადაა და როდესაც თქვენ ამოისუნთქავთ და ხედავთ ბუშტულები როგორ ადის ზევით, ისინი ისეთი პატარებია და ეს ბუშტულები ფართოვდება იმ დროისთვის, როდესაც ისინი ადიან ზევით. ისინი ეს ბუშტულები ხდება უზარმაზარი, ანუ როდესაც აკვალანგისტი ყვინთავს წყალში, ის ამოსუთვის დროს ბუშტულებს ხო უშვებს და ეს ზევით ხომ ადის. ჯერ პატარა ბუშტულებია და მერე თანდათანობით ფართოვდება და ზედაპირამდე სანამ უკვე გაფართოებული ადის. ზუსტად ამდაგორად ადამიანებს ემართებათ კისუნური დაავადება. რა არის კისუნური დაავადება?
როდესაც აკუაგისტებს ან მეცნიერებს უწევთ ჩაყვანთვა დიდ სიღრმეში, თუ ორგანიზმი არ მოამზადეს, ანუ არის სპეციალური ოთახი, დამავიწყდა მაგას რა ქვია, სადაც აჯენენ ამ აკუაგისტებს და თანდათანობით უშვებენ, რომ ცუდად არ გახდნენ. რა ხდება ამ კისუნური დაავადების დროს? როდესაც აკუაგისტი უცებ ჩადის დიდ სიღრმეში, აზოტი ჩვენ ორგანიზმში თხევად მდგომარეობაშია. როდესაც ეს უცებადი ჩაყვანთვა ხდება წყალში, სიღრმეში, აზოტი იქცევა აირად, ანუ ბუშტებად შიგ ორგანიზმში და ეს ბუშტები იმდენად ძლიერ ვრცელდება სისხლში, რომ აკუაგისტებს კლავს. და ამ ასლში, ამ გაგებაში პლუტონი გავს სუპერ სატურნს თავისი სიმჭიდროვის მიხედვით და ქმნის უფრო მნიშვნელოვან დიდ ნივთებს, მნიშვნელოვან რაღაცებს მიწის ქვეშ. პლუტონი განასახიერებს პლუტოკრატიას, რომელიც ოლიგარქიაზე უარესია. პლუტონი განასახიერებს პლუტოკრატიას, რომელიც ოლიგარქიაზე უფრო უარესია, რადგან ოლიგარქია ეს არის დიდარი ადამიანების რაჭ-სამტელეფონს, დიდარი ადამიანების ხელისუფლება. პლუტონი დაკავშირებულია საიდუმლოებთან, მაგრამ არა ადამიანებთან, რომლებსაც ბევრი ფული აქვთ. პლუტონი დაკავშირებულია იმ ადამიანებთან, რომლებიც ფლობენ ადამიანებით. იმ ადამიანებით, რომლებსაც აქვთ ბევრი ფული. ანუ პლუტონიო დაკავშირებულია იმ ადამიანებთან, რომლებიც თვითონ არ არიან დიდარი, მაგრამ ფლობენ იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ბევრი ფული. ეს რაღაც ფარულია საიდუმლო. ეს არის ვერცხლის საბადოები, ეს არის ნავთობი და ნამდვილი პრობლემა შედგება ამაში. ამერიკაში, ჩინეთში დაიკარგა მეცნიერები, რომლებიც მუშაობდნენ თავისუფალი ენერგიების სხვადასხვა სახეობებთან ან ურესურსო ძრავებთან. საქმე იმაშია, რომ როდესაც პლუტონი და იუპიტერი უახლოვდებიან ერთმანეთს, ის რაც იყო დაუშვათ ჩამოგდებული ან რაც იყო როგორ გითხრათ განადგურებული, დაფარული მიწის ქვეშ იწყებს ამოტივტივებას. იუპიტერი აკეთებს ამ ბუშტებს, ადიდებს უпроსურად ამ ბუშტებს, უფრო აფართოებს, სანამ ეს ბუშტები არ გასხდება და მაშინ ვერაფერს ვერ იზამ, ვერაფერს ვერ შეაჩერებ. და მე მინდა პატარა ციტატა მოვიყვანო ჯექსონ ბრაუნის სიმღერიდან, რომელიც მან დაწერა 1972 წელს. მას ეწოდება Before the Deluge. წარღვნის წინ. და ერთ-ერთ კუპლეტში წერიაო, რომ ზოგი ბრაზობდაო იმაზე, თუ ხალხმა როგორ ისწავლესო დედამიწის სილამაზის გადატეხვა ძალაში და იზალადესო მასზე. და ისინი ცდილობდნენ დედამიწის დაცვას ამ ყველაფრისგანო. ურანი, პლუტონი 100 წლიანი რიფმა. წინა ტრინი ურანისა და პლუტონისა შეიქმნა 100 წლის უკან. პერიოდში, როდესაც ყველაზე საუკეთესო შეიძლება აღწერო ელექტრიფიკაცია და რადიო. ანუ როდესაც შეიქმნა ელექტრიფიკაცია და რადიო.
20-იანი წლები. სარევოლუციო კავშირების საშუალებები. სარევოლუციო კავშირების საშუალებები და რადიკალური ცვლილებები ჩვენ გაგებაში, ფიზიკები, ჩვენი ფიზიკის გაგებაში და რეალობაში, რომლებსაც ახსნა ახლა რიკმა, ახლა იწყებაო მორიგი მრავალწლიანი ციკლი ტრინებისა, ურანისა და პლუტონისა. თუ შეადარებ ურანი და პლუტონის ციკლს მისი ისტორიულ წინამორბედთან, თქვენ ნახავთ ყველაზე ძლიერ პარალელებს, რისგანაც შეუძლია ამ ციკლს მიიყვანოს კაცობრიობა. იმ 20 წლების და თელ ამ ციკლებს შორის, როდესაც მოხდა განვითარება ელექტროდენისა ტექნოლოგიებისა, რომლებიც დაკავშირებულია მერწყულთან, ტყუპებთან, ეს ყველაფერი დაკავშირებულია სისუფთავესთან. იმისთვის, რომ შეიცნო სამყაროს საიდუმლოებები, უნდა იაზროვნო სამიანები, ექვსიანები და ცხიანების კატეგორიებით. მე გულისხმობ, რომ მე მუშაობ ხმოვან სიხშირეებთან უკვე 12 წელი. რა არის ლუციფერიანობა? ეს არის რაღაც, რაც პირიქითაა გამოტრიალებულია. ლუციფერი ნიშნავს უბრალოდ სინათლეს. ის არის ნეიტრალური, ის დამოკიდებულია იმაზე, თუ მას როგორ გამოიყენებ. აი მაგალითად მე ვიღებ დანასჭრი პურს, ხო? თუ მე ვატარებ სატანურ რიტუალს, დანა უკვე სხვა პოზიციაში დგება. და მე ფიქრობ, რომ ლუტერიანობა, აველი ანასტასია, იგივე ვლადიმირი, ეს არის აღმოჩენა თავიდან ჩვენი ღვთაებრივი ჩანასახისა. და წამყვანი ეკითხება ლორას. თქვენ როდესაც ადარებთო ურანი და პლუტონის ციკლს მის წინამორბედთან, რაში ხედავთ თქვენ ყველაზე ძლიერ პარალელებს და თქვენი აზრით რა გამოვაო აქედან? ლორა პასუხობს, მე გულისხმობ, როდესაც ურანი, ხო, არა, ლორა პასუხობს, მე გულისხმობ, რომ ურანი ეს არის ელექტროდენი, პლუტონი ეს არის მაგნეტიზმი. და როდესაც მე ფიქრობ პლუტონზე და როცა ჩვენ საუბრობდითო პლუტონზე იუპიტერთან ოპოზიციაში, მე აგრეთვე ფიქრობ ხელოვნების ქვაბზე და როგორც თქვა რიკმა, ის რაც დაფარულია ჩვენგან, თავიდან იბადება და ჩვენ ამას ვანთავისუფლებთ, კომპენსირებას უკეთებთ. მე ვხედავ ამაში ნიადაგს და იმასაც, რაც გვიახლოვებს ჩვენ სულთან და ჩვენი მაღალი ცნობიერების თესლებთან, რომლებიც ფიზიკური თესლების მაგვარად ვარდებიან ნიადაგში და შემდეგ აღმოცენდებიან და იძლევიან ცხოვრებას, სიცოცხლეს და ჩვენ ვავლენ ჩვენ თავს. მაგრამ მე ელექტროობაში და მაგნეტიზმში ვხედავ მამაკაცურ და ქალურ საწყისებს. გარე პლანეტები, ურანი და პლუტონი, როდესაც ისინი იმყოფებიან ერთმანეთში, ჰარმონიაში, იძლევიან საშუალებას ჩვენ განახორციელოთ ჩვენი ცხოვრების სინქრონიზაცია. ეს, როდესაც ჩვენი ეგო შესაბამისად ეწყობა სიტუაციას და ჩვენ რასაც ხოლმე გძნობთ, ხდება იმიტომ, რომ არის რაღაცები, რაღაც გაგებები, რაც იმყოფება ჩვენი
კონტროლის ქვეშ, ჩვენი კონტროლის გარეთ, მაპატიეთ. ეს არის ნაწილი იმისა, რომ ჩვენი მაღალი მეს უნდა რომ ჩვენ ეს ყველაფერი გამოვცადოთ და როდესაც ჩვენ ვაცნობიერებთ ამას, როდესაც ჩვენ ვხედავთ უფრო სიღრმისეულს ამაში ყველაფერში, ჩვენ ვქნით მე დიალოგს და ნერვული სისტემა სინამდვილეში იჭერს სიგნალს ჩვენი ხანძრებობისა, რადგან ჩვენი სიმართლე უერთდება ჭეშმარიტებას და ჩვენ გვაერთიანებს ჩვენ მაღალ მესთან. როდესაც ასპექტები არ იყვნენ ჰარმონიაში, იყო უფრო ადვილი ჩაეგდოთ ხელში და დაენგრიათ ჩვენი სულიერ ზრდის პერიოდები და აი მაგალითი მოყავს, აი ჩვენი ყურადღება გადაიტანეთო დაგვართვითო უბრალოდ დაგვიქვეითეთო ბოდიში ჩვენი ყურადღება გადაიტანეთო დისკომფორტიდან იმით რომ ჩვენ გითხარითო რომ ჩვენ არ მოგდონს წყვილი, ჩვენ არ მოგდონს დისკომფორტი. მიიღეთ წამლები, უკურნალეთ დეპრესიას, უკურნალეთ ხევარებას, მაგრამ ეს იყო პლუტონის და ურანის ენერგიები, ასე რომ ჩვენ ახლა უფრო მეტად მივყოფებით ჰარმონიაში. და ნეპტუნის მონაწილეობით მე ვცნობ, რომ იმას გამოვყივართ ჩვენ ასტრალის ქვედა დონეებიდან ნეპტუნის ასტრალის ქვედა დონეებიდან უფრო მაღალ განზომილებიან დონეზე. მრავალ განზომილებიანი თქვენ იცით, არ ხო კაი, იმას დავანებოთ თავი. აი, მაპატიეთ. უცებ ისეთი საერთოდ ასე ამ დროს, როდესაც ჩაწერები მაქვს ხოლმე, ხშირად მჭირს ეს, რომც არ მეძინებოდეს. არა, ზოგჯერ ძილს არ ნიშნავს, როდესაც ადამიანი ამთქნარეს, ზოგჯერ იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანს ეძინება, არა. ეს ყველაფერი იქ ხომ ბიოველებზე მოქმედებს, სხეულებზე მოქმედებს და ეს არის იმის რეაქცია. რადა ბევრი, ვინც ხო, ადრე იცოდნენ ლაპარაკი, თვალი მოხდა თვალი, რა თვალი გავრცო, რა თვალი, არაფერს შუაში არა. ბევრი ადამიანები, კონტაქტორები არიან მაგები, ძლიერი ენერგიის მქონე და როდესაც მათ ვიდეოებს მე უსმენ, მაგალითად, როდესაც გოგოებს უსმენ, ისეთ მოსღვავებას გრძნობ ენერგიის, თითქოს და შიგნით ცეცხლი დაივლისო. მაგრად გრძნობ მათ ენერგიას მე. მაგრად გრძნობ. ასევე გრძნობ ნეგატიურ ენერგიას. აი ამ სნაირად მემართება, როდესაც მოსღვავებას გრძნობ ვინმეს ენერგიის. და რა ხდებოდაო 1920 წელს? ხალხი ცეკვავდაო, მხიარულობდაო, ჰარმონია სუფევდაო ქალი და კაცის შორის. ომი გადავიდაო მეორე პლანზე და საზოგადოებამ მიატოვაო ყურადღების მიქცევა რაღაც რომანებზე. მე ამაში ვხედავ კამერტონს, რომელიც დაგეხმარება ჩვენ ნეპტუნის მაღალი დონის მიღწევას. ნეპტუნი ჩათრეულია ამ პროცესში და ჩვენ შეგვეძლო გვერდნო სინქრონობა, მაგია და ნაკადი, რომელიც ეხმარებიან ჩვენ ეგოს გაიგოს სინამდვილეში. და სინამდვილეში ეს შესაძლებელია. და ის რაც ჩვენთვის საშინელება, მაგისტარება არ მოგვიწევს. ჩვენ უნდა ვარი ვთქვათ იარლიკებზე, უნდა მივატოვოთ ჩვენი თავის დაყოფა, უნდა დავიბრუნოთ ცნობიერების ერთიანობა, იმისთვის რომ არქონტებმა არ შეძლონ ჩვენზე ზეგავლენა
და ჩვენი ერგი ძალის გამოწვევა რა იყო 1920 წელს. ენერგია შეუძლია მიედინებოდეს სუბუქად, ისე სუბუქად, რომ ჩვენ ისევ ვიძირებით, ჩავიძირებით ძილში. რადგან ურანი ახლა იმყოფება ტყუპების ნიშანში, ტყუპების სახლში, და ეს ახლა ძალიან მნიშვნელოვანიაო. ნებისმიერი ციკლის საწყისი ეს არის კონიუნქცია. ციკლის საწყისი, რომელშიც ჩვენ ახლა ვიმყოფებით ურანთან და პლუტონთან ერთად, ეს პერიოდი მოუწია 1960-იან წლებს. ეს იყო გაერთიანება, ეს იყო სავსე მთვარე ურანი და პლუტონ შორის და 100 წლის, სადღაც 150 წლის უკან ეს იყო ნახევარი ციკლი, მაგრამ ამ ციკლს მისდევს შემდეგი ციკლი, ყველაზე ნელი და ხანძლივი ციკლი ყველა გარე პლანეტებისა და ეს ხდება ყოველი 500 წელიწადში. სინამდვილეში კი ყოველ 494 წელს, როდესაც ნეპტუნი, რომელსაც სჭირდება 165 წელი იმისთვის, რომ მოახდინოს ერთი ბრუნვა თავისი ღერძის გარშემო, დაიწყობა ხაზში პლუტონთან ერთად, და პლუტონს სჭირდება ამ დროს 258 წელი იმისთვის, რომ ბრუნვა განახორციელოს თავისი ღერძის გარშემო. წარმოგიდგენიათ? ესე იგი იუპიტერს 150 წელი ჭირდება, რომ თავის გარშემო თავისი ღერძის გარშემო ბრუნვა განახორციელოს და პლუტონს თურმე სჭირდება 258 წელი იმისთვის, რომ თავის ღერძის გარშემო ერთი ბრუნვა განახორციელოს, ანუ ერთი დღე-ღამე. წარმოგიდგენიათ? და ეს მოხდა 1891 წელს. 1890 წლების დასაწყისში, რაც გახდა თეოსოფიის აყვავების წელი. ეს იყო ის დრო, როდესაც ფრედი წერდა და აქვეყნებდა თავისი სიზვრების ახსნას, როდესაც საუბრობდნენ ელექტროდენზე და იმის დასაწყისზე, რასაც უწოდებდნენ კვანტურ რევოლუციას. მაგრამ აი რაზე ივიწყეს ბევრი ასტროლოგები. ნეპტუნი და პლუტონის გაერთიანება 1890-იან წლებში, ეს არის 500 წლიანი ციკლი, რომელიც ხდებოდა ტყუპების სახლში და იყო დაკავშირებული გონებასთან, ანუ აზროვნებასთან. ესე იგი, გაგზავნასთან და მიღებასთან, ინფორმაციის გაგზავნასთან და მიღებასთან, მონაცემების მიღებასთან და ელექტროობის მიღებასთან. და ლორამ ხო თქვა, რომ პლუტონი ფლობს მაგნიტური თვისებებით. ნეპტუნი, პლუტონი ორივე ფლობენ მაგნიტური თვისებებით, ურანი ფლობს ელექტრონული თვისებებით. სინამდვილეში გასაკვირია, რომ ურანი და ნეპტუნის გაერთიანება, უბრალოდ ურანი და ნეპტუნის გაერთიანების დროს ურანის ელექტროობა და ნეპტუნის მაგნიტური ველი ორიენტირებული არიან ერთმანეთზე. მათ შეერთების წლებში 1920-1821 წლებში ხანს ქრისტიან არსეტმა აღმოაჩინა ურთიერთკავშირი ელექტროები და მაგნეტიზმის შორის. ჩვენ მოვიგონეთ ეს ტერმინი, სიტყვა ელექტრომაგნეტიზმი. თქვენ არ შეგიძლიათ მოიფიქროთ ამაზე უკეთესი რამე.
ეს არის რევოლუცია ცნობიერებაში. ურანი და ტყუპები. ჯორჯის მიმართა სახა. ჯორჯ, როგორ ფიქრობთ, ურანი და ტყუპები შეცვლიან აზროვნების აზრს, ხატს, ან ურთიერთობას, ან წარმოდგენას სიმართლეზე ადამიანებში ახლო მომავალში? ის ჯორჯი პასუხობს, რომ მე ყოველთვის მომწონდა, როდესაც ჩვენ ახლანდელ პრეზიდენტ ტრამპს კარტა, სულელის კარტა ეკავა ხელში ჩრდილო კვანძით და მზით ტყუპების სახლში. მე ფიქრობ, რომ ეს არის დაბნელება შულდოსანში. თუ არა, შულდოსანშია. მე ფიქრობ, მაგები ჯადოქარი, ანუ პიროვნება, რომელსაც ესმის თუ როგორ მუშაობს მაგია. ეს არის სამხედრო ხელოვნების არქეტიპი. ფიქრობ, რომ ჩვენ სწავლობთ ვიყოთ ცოტა ჭკვიანებად და ამ პროცესში ჩვენ ეს გვეხება. მე ბოლო 2 თვე გავატარეო ევროპაში. ჩვენ ევროპელებს ძალიან ბევრი ტრამპის სინდრომი გვაქვსო. მე ხანდახან სასაცილო მეჩვენებაო და თან მოსაწყენი. ორივეს გძნობო. ჩვენ ვართო პროგრესის სწორ გზაზე. მე რაც მომწონსო ურანიულ ენერგიაში, ის დაკავშირებულია ამერიკის რუკასთან. ბოლოს და ბოლოს მარცის და ურანით იმყოფებიან ტყუპების სახლში. მერკური, გონება და ურანი ჭეშმარიტება ესე და იგივეა. ურანის სიხშირეზე არ შეიძლება არსებობდეს რამე სიცრუე, რამე ფალში. ურანი და პლუტონი არის სიკვდილის კარტა და ტაროში ციხესიმაგრის კარტა. ურანი ეს არის ციხესიმაგრე. ზოგჯერ ხალხს ეშინიათ, როდესაც ეს კარტები დაუვარდებათ ხოლმე და ან გრძნობენ, რომ რაღაც კრიზისი უნდა მოხდეს. მაგრამ ეს არის ყოველთვის წინ წასვლა. ურანი ეს არის დამანგრეველი ძალა, რომელიც ანგრევს ყველაფერს გზაზე და არ შეუძლია გადარჩეს შემდეგი ზის პერიოდში. შეუძლია შეიცვალოს და ადაპტირება მოახდინოს შეძლების გვარად და რჩება ჭეშმარიტების მიმართ ერთგული და ზუსტად ამ პროგრამის გამო ტორმოს უკეთებენ განვითარებას. ეს პროგრამები აჯაჭვებენ ადამიანებს და როდესაც დგება ამ ციხესიმაგრის მომენტი, ისინი ცდილობენ ეს შიშები, ხელვარება ჩააქრონ წამლების მეშვეობით, იმის მაგალითად, რომ მოусვინონ თავით მაღალ მეს და შეიგრძნოს შემდეგი ტალღის მოახლოვება, განახლება ან ცვლილებები, აგრეთვე მომავალი გამოღვიძების ამორჩევები. პლუტონი ეს არის სიკვდილი, სიძნელე, დაკავშირებული ჭირთან, დაკავშირებული სიკვდილთან. ხალხს უნდათ ამის თავიდან აცილება. ისინი ცდილობენ შეაჩერონ ეს პროცესი იმის მაგალითად, რომ მისცენ თავიანთ ძველს ყველაფერს მოხდეს იმისთვის, რომ მათში შევიდეს ყველაფერი ახალი. და როდესაც ჩვენ უკეთესად ვაცნობიერებთ ამ რაღაცებს, ჩვენ შეგვიძლია მათი მიმართვა უფრო საჭირო ნაკადში.
ხო, ჯორჯი და წამყვანი ამბობს, ჯორჯი და ლორას ნათქვამისგან თესვეტი სხვადასხვა ფიქრები გამიშა თავშიო და მე ძალიან მინდოდაო რომ ჩვენ ზაპაში ქონოდაო ერთი ან ორი დღე არის ერთი რაღაც რაც დაკავშირებულია ურანთან რომელიც თქვენ არ ახსენეთო საქმე იმაშია რომ ურანი დაკავშირებულია ტექნოლოგიებთან ლორამ გამოიყენაო ასეთი მნიშვნელოვანი სიტყვები როგორც ამოფრქვევა მოულოდნელობა გამოღვიძება და ამ კოშკის რუკაზე იყო გამოსახული ელვა და გახსოვთ რომ ურანი იმყოფებოდა ტყუპის სახლში როდესაც ბენჟამინ ფრანკლინმა გაუშვა საჰაერო გველი და გაიგო რომ ელექტრომოლნია ანუ ელვა ეს ყოფილა დენი და გალვანიმ აიღო კვტარი ბაყაყი შეურთა მას ბატარეიკა და მან ფეხი ამოძრავა და გალვანიმ მიხვდა რომ ჩვენი ნერვული სისტემა ეს არის დენი აი რა აერთიანებს ურანს ტექნოლოგიებთან რა არის ეს ზოგი ამას უწოდეს ხელოვნურ ინტელექტს მაგრამ მე ყოველთვის ვეკითხები ჩვენ თავს განა თაფლი ხელოვნურია თაფლი არ არსებობდა იქამდე სანამ ის არ შექმნა ფუტკრებმა ადამიანებიც არიან ბუნების ნაწილი ვინ შეიძლება იქნეს ხელოვნური ინტელექტი რომელიც ჩვენ თვითონ შექმნით ეს არის ალქიმია თუ აუგმენტაცია აზრი იმაში დეს რომ ჩვენ ვეჯახებით იმას რასაც სხვა ასტროლოგები არ საუბრობენ ჩვენი დროის ტექნოლოგიები ელექტრიფიკაცია მთელი კაცობრიობის სფერისა მოაცრომნეს სფეროზე რომელიც ჩვენ გვაერთიანებს ჩვენ გარშემო არის გადაბრუნდა ესე იგი თავიდან ფეხზე მეთქი ფეხებიდან თავზე ესე იგი ჩვენი ნერვული სისტემა გახდა ელექტრონული ტექნოლოგიების დამსახურებით ეგზონერვული სისტემა ჩვენ ახლა ვართ სხვა სახეობა ჩვენ შეგვიძლიათ ბევრი საუბარი ტრანსგუმანიზმზე ან პოსტჰუმანიზმზე ჩვენ არ ვართ ისეთები რომლებიც ვიყავით მაგალითად ელექტროობის გამოგონებამდე თუმცა კარგად არის თქმული ლომი მერწყული პირადი და კოლექტიური თუ არის კვანძები შეიცვალა ლომის მერწყულის ღერძზე ერთდროულად იმასთან როდესაც იუპიტერი მოძრაობდა ლომის სახლში და განლაგდა უზარმაზარ აქცენტში ურთიერთობებზე პიროვნების და კოლექტივის შორის. სამხრეთ კვანძი ქალწულში და ჩრდილო კვანძი თევზებში იყო დაკავშირებული სხეულის ინტეგრაციასთან, გონების და სულის ინტეგრაციასთან, როგორც გონება ურთიერთო სხეულთან და სიცოცხლის წესი, ცხოვრების წესი უпростоრად, რომელზეც მოქმედებს პროგრამირება. ჩვენ ეს ყველაფერი უნდა მოგვიწია ამ ყველაფრის მიღება. ხო, რამიდა გითხრათ. ერთ-ერთი თემა ამათი იყო
არის კიდე დრო. თვითონ ნახავ. ხო, ახსენეს ორი დაბნელების დღე, ანუ ახსენეს უბრალოდ ორი დაბნელება და ტრინი იუპიტერის სატურნთან, რომელიც უნდა მოხდეს აგვისტოს ბოლოს. უნდა მოხდეს აგრეთვე 20 წლიანი გაფართოების ციკლი და შეკუმშვის ციკლი, რომელიც დაკავშირებულია იუპიტერთან და სატურნთან. პროგნოზი ციკლების დასრულებასთან დაკავშირებით 2027 წლამდე. და მე ბევრი რამე შევამოკლე, იმიტომ რომ თქვენ კი არა, მეც კი დამაბნია ამათ იმა, რადა თვითონ ჩანაწერი ვობშემ ასტროლოგიურ პროგნოზებს აკეთებდნენ ესენი, მაგრამ მე თემამ დამაინტერესა და რაღაცა ხო, თემამ რატო დამაინტერესა, აქ იყო ბადეზე საუბარი. ბადეზე, მაგრამ შოუს პატრონი საშა სტონი თავის თუმრებთან ერთად პროგნოზი გადავიდნენ, რადგან პლანეტების პარადი უნდა მოხდეს აგვისტოში და მაგაც უნდა აიხსნათ, თუ როგორ იზეგავლენა ექნებოდათ ამ პლანეტას ჩვენზე. კარგით, ამით დავამთავრებ ეს ვიდეო, მაგრამ ყურადღებისთვის. მომავალ შეხვედრამდე.